დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა ჯამში 8 პირი, რომელთაგან 2 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა. საქმე შეეხება სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომ და ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი: შპს კახეთი, შპს ნოვატრანსი, შპს ჯადექსა, შპს სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო და შპს გრანდ კახეთი. დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზამ 2 ეტაპად 2020 წლის 8 თებერვალსა და 9 სექტემბერს გამოაცხადა 2 ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს კახეთი. იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით ერთ-ერთი პირი სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად აწონვის გარეშე და ზოგ შემთხვევაში დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ბალანსიდან ჩამოწერას. შპს კახეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას დავით ფერაძის ორგანიზებით სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ტერიტორიებიდან დასაწყობების ნაცვლად სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს ჯეოსტილის საწარმოში ჩაბარება. პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები. ამდენად 2020-2021 წლებში მოტყუებით ჯამში დაუფლებულ იქნა სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 22,120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17,391,121 ლარად შეისყიდა შპს ჯეოსტილმა. შპს ჯეოსტილისგან მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ნოვატრანსისა და შპს ჯადექსას საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილება. ასევე დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს საქართველოს რკინიგზასა და შპს რაველდის შორის გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 999,768 ამერიკული დოლარი. საერთო ჯამში უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება შპს რაველდიმ, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოს და განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება.
ყალბ დოკუმენტზე საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით ხელი მოაწერეს სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის უფლებამოსილმა მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. შპს რაველდიმ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403.844 ლარი.